გიორგი გახარიას პარტია სამომავლო გეგმებზე საუბარს თავს არიდებს. თავად გახარია ცნობილია, რომ კანონშემოქმედებით საქმიანობაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს, თუმცა არც მანდატების შეჩერების შესახებ განცხადებების დაწერას ჩქარობს. როგორია მათი სამოქმედო გეგმები და რისთვის სჭირდებათ საპარლამენტო მანდატები თუ საკანონმდებლო ორგანოში არ შედიან, ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად გიორგი გახარიას გუნდს დავუკავშირდით, თუმცა უშედეგოდ ოფისში არ შეგვიშვეს მათი ნაწილი, ტელეფონზე კომუნიკაციასაც თავს არიდებს. ნაწილი კი ზარებზეც არ გვპასუხობს. ჩვენი პოზიცია იცით, თქვენთან დაკავშირებით ჩვენ პოზიციისგან არ თანამშრომლობთ. ოპოზიციური პარტიები, როგორც ჩანს, გახარიას მიმართ სასაუბრო ენის გამოძებნას ცდილობენ. მათი ნაწილი იმუქრება, ნაწილი მკაცრი ტონით ესაუბრება, ნაწილი კი ცდილობს შემრიგებლის როლი შეასრულოს. რადიკალების დაბნევის მიზეზი გახარიას პარტიის მიერ ერთდროულად არჩევნების არაღიარება და მანდატების შენარჩუნებაა. ამგვარ სტრატეგიულ ბუნდოვანებას, რომლის შენარჩუნებასაც თითქოს და ახლა გახარია ცდილობს, ამჯობინოს მორალური და პოლიტიკური სიცხადე. ჩემი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ვიყოთ ერთიანები და აქამდე მეტნაკლებად ვახერხებდით ამას. სასურველი იქნებოდა, რომ დაეტოვებინათ იურიდიულადაც, ისინი ჩემი აზრით არაპირებენ შესვლას მიიღეს, ის გადაწყვეტილებაც მიიღეს, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მათი საქმეა. ხალხის ძალაში განმარტავენ, რომ გიორგი გახარიას პარტიაში ისევე როგორც მთელ ოპოზიციაში იციან, რომ ინსტიტუციების ისევე როგორც არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები უადგილოა. შესაბამისად, მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაწერილ განცხადებებს რადიკალები უკვე ნანობენ, რაც შეეხება გახარიას, ის პარლამენტის ლეგიტიმურობას ირიბად აღიარებს. ძალიან კარგად იციან მათ, რომ არავითარი ლეგიტიმაციის პრობლემა აქ არ არის და შეცდომა დაუშვეს თავის დროზე და იმის მერეც განცხადებაც რო დაწერეს და რო არ შემოვიდნენ პარლამენტში და ეხლა მოიმკეს ის, რაც დათესეს. და ამიტომ საყვედურებონ ეხლა გახარიას, რომ შენ რატო არ წერ განცხადებას. ფაქტია, რომ არ წერს განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რითაც პრაქტიკულად ირიბად აღიარებს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას. ორ ცეცხლს შუამყოფ გახარიას მდგომარეობაზე ისაუბრეს მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ პარტია საქართველოსთვის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურთ, თუმცა ბულინგისა და ზეწოლის ქვეშ არიან. სახელმწიფო გუნდში ხაზს იმ ფაქტსაც უსვამენ, რომ ოპონენტები თვალთ მოგცობენ, როდესაც ამტკიცებენ, თითქოს არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამის მტკიცებულებად კი მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილებული საბიუჯეტო დაფინანსებისა და პარლამენტარების ხელფასების აღებას ასახელებენ. ორ ხარცად შუას არის გახარიას პარტია მოქცეული. მე მათ ვარ დარწმუნებული, რომ თითოეულ მათთაგანს ძალიან დიდი სურვილია პარლამენტში შემოსვლის. ამავდროულად ცხადია, რომ იმ ბულინგის და იმ ზეწოლის ქვეშაც არიან, რაც არის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში წარმოდგენილი. ჩვეულებრივ თამაშობენ და თვალთ მაქცობენ, ეს მარტო ამაზე არ არის საუბარი, თუ გახსოვთ წინა სხვა პარტიებმაც ჩვეულებრივ საარჩევნო დაფინანსება ჩაირიცხეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, ეს იმ დროს, როდესაც ერთი შეხედვით არ აღიარებდნენ, ერთი ხმით არ აღიარებდნენ თან საარჩევნო შედეგებს. ორი არჩევანი აქვთ, ან დარჩებიან ქუჩაში და გააგრძელებენ დემოკრატიის უგულებელყოფას და ამით ფაქტობრივად დაასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას ჩვენი შეფასებით, ან ისინი აღიარებენ იმ დემოკრატიულ ვერდიქტს, რაც მათ მიიღეს ოქტომბრის არჩევნებზე და შემოვლენ პარლამენტში. ბევრი დრო არ აქვთ. გიორგი გახარიას პარტიის წევრებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. დარჩებიან დესტრუქციულ რეჟიმში თუ მხარდამჭერების მიერ მინიჭებულ მანდატებს გამოიყენებენ და კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთვებიან. ეს უახლოეს რამდენიმე კვირაში გაირკვევა.